ომი ახლო აღმოსავლეთში კონტროლიდან გამოდის და სკანდალებსა და დაპირისპირებაში გადაიზრდება. აშშ-ის ისრაელისა და ლიბანის ერთობლივი განცხადების მიხედვით, ისრაელისა და ლიბანის წარმომადგენლები სრულ ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ. იმ პირობით, რომ ჰიზბოლა შეწყვეტს თავდასხმებს და გაიყვანს თავის მებრძოლებს ლიტანის მდინარის სამხრეთით მდებარე რაიონიდან ლიბანში. მაგრამ ჰიზბოლამ ბოდიშით ყველას უარი უთხრა და განაცხადა, რომ არ აპირებს რაიმე ზავის რეჟიმის დაცვას. აი ეს არის ვაშინგტონის დიპლომატიის ფასი. ამავე დროს სკანდალი ტრამპსა და ნეთანიაჰუს შორის მხოლოდ მძაფრდება. საქმე იქამდე მივიდა, რომ ნეთანიაჰუ უკვე ამბობს, არ გჭირდება არანაირი ამერიკული დახმარება. ნეთანიაჰუსა და ტრამპის კონფლიქტმა ლიბანის საკითხზე კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმას, რამდენად არის მისი, ანუ ნეთანიაჰუს, სამხედრო მიზნები და შესაძლოა პოლიტიკური გადარჩენაც დამოკიდებული აშშ-ის პრეზიდენტზე, რომელიც არ იზიარებს მის სწრაფას ესკალაციისკენ. საბოლოოდ ნეთანიაჰუმ თავი ვეღარ შეიკავა და განაცხადა, რომ ისრაელს აღარ სჭირდება ამერიკელების დახმარება და მზად არის ესეთ პარტნიორობაზე უარი თქვას. მოკლედ, მოდით ახლა ამ ამბებს განვიხილოთ. მე მქვია ალექსეი პეჩი, მოდით ერთად განვიხილოთ ეს თემა. მაგრამ სანამ დავიწყებთ, თქოთ გამოიწერეთ ეს არხი, დაალაიქეთ ეს გამოშვება, დაწერეთ ნებისმიერი კომენტარი ამ ვიდეოს ქვეშ და გამოიწერეთ ჩემი Telegram არხი Pechi News. გმული მასზე მოცემულია ამ ვიდეოს აღწერაში. მოდით დავიწყოთ კონფლიქტით. ეს არის ნეთანიაჰუსა და ტრამპს შორის, რომელიც უკვე კონტროლიდან გამოდის. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ თავი აარი და კითხვებს იმის შესახებ, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ბოლო მოლაპარაკებების დროს მას დაცგავლილი შეშლილი უწოდა და განაცხადა, რომ მათ შორის მხოლოდ ტაქტიკური უთანხმოებებია. მაგრამ საბოლოოდ ნეთანიაჰუ აფეთქდა და განაცხადა, ციტატა: ჩვენ აღარ გჭირდება დახმარება ამერიკის შეერთებული შტატებისგან. და სწორედ ამ განცხადებამ გამოიწვია ნამდვილი ფურორი. მაგრამ საიდან გაჩნდა ეს და რა დგას მის უკან? უკვე დღეს ისრაელის პრემიერ-მინისტრმა გაგზავნა წერილი ამერიკელი რესპუბლიკელების რეზოლუციის მხარდასაჭერად, რომელიც ითვალისწინებს ისრაელისთვის აშშ-დან ყოველწლიური პირდაპირი სუბსიდიების გაუქმებას, რომლის მოცულობა თითქმის 4 მილიარდ დოლარს შეადგენს წელიწადში. რეზოლუცია მოუწოდებს გააუქმონ ისრაელისთვის ნებისმიერი გადახდა და ამის ნაცვლად გაფორმდეს შეთანხმება, რომლის მიხედვითაც ისრაელი შეიძენს იარაღს აშშ-სგან და აღარ მიიღებს მას დახმარების სახით. რესპუბლიკელი კონგრესმენი მარლინ შტუცმანმა ოთხშაბათს შეიტანა წარმომადგენელთა პალატაში რეზოლუცია, რომელიც მოუწოდებს აშშ-სა და ისრაელს შორის ახალი ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმებას. და თავიდან ამ დოკუმენტს სკეპტიკურად მიუდუმენ. თითქოს მოიცადეთ, ეს უბრალოდ რეზოლუცია, ცოტა იხვირებენ და დამშვიდდებიან. მაგრამ მოულოდნელად თავად ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელს ამერიკელების დახმარება აღარ სჭირდება. და ეს მოულოდნელად შეცვალა კონგრესმენი შტუცმანის ინიციატივის აღქმა. შედეგად ნეთანიაჰუმ განაცხადა, ციტატა: დადგა დრო, გადავიდეთ დახმარების მიმღების სტატუსიდან პარტნიორის სტატუსზე. ჩვენ გვინდა საკუთარი თავი თავად უზრუნველყოთ. გავიმეორებ, რომ მოქმედი 10 წლიანი ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომელიც ითვალისწინებს ისრაელისთვის სამხედრო დახმარების გადაცემას, საერთო ჯამში 38 მილიარდი დოლარის ოდენობით, უკვე 2028 წელს იწურება. და ნეთანიაჰუც ამბობს, რომ ასეთი სახით დახმარება ჩვენ აღარ გვჭირდება. და საინტერესოა, რომ ადრე ასეთ ინიციატივას ამერიკაში მხოლოდ ისრაელის კრიტიკოსები ავრცელებდნენ. ეხლა ამ ინიციატივას ებრაული სახელმწიფოს პრინციპული მხარდამჭერები ავრცელებენ, რადგან შეერთებულ შტატებში ისრაელისადმი დამოკიდებულება აშკარად იცვლება და იცვლება არა ისრაელის სასარგებლოდ. Pew Research Center-ის აპრილის გამოკითხვის მიხედვით ამერიკელთა წილი, რომლებიც ისრაელს ნეგატიურად უყურებენ, გასულ წელს 53-დან 60%-მდე გაიზარდა. ამიტომ ასეთი განცხადება ნეთანიაჰუს მხრიდან აშკარა მცდელობაა, იცით, წინასწარ იმოქმედოს, თითქოს ჩვენ თვითონ თქვით უარი თქვენს დახმარებაზე და არა თქვენ შეგვიმცირეთ ის. მაგრამ ნეთანიაჰუს დიდი პრობლემები აქვს, განსაკუთრებით იმ კონტექსტში, რომ თავად ტრამპი ადანაშაულებდა მას იმაში, რომ ის უკვე დიდი ხანია ციხეში იჯდებოდა, ტრამპს რომ არ დაეცვა იგი. საქმე იმაშია, რომ უკვე ოქტომბერში ისრაელში კნესეთის არჩევნები ჩატარდება, ხოლო ნეთანიაჰუმ ჯერ კიდევ ვერ შეასრულა თავისი დაპირება ჰამასის განადგურების შესახებ. და ვერ შეასრულა დაპირება ირანში რეჟიმის შეცვლასთან დაკავშირებით. და ისრაელში მასზე დიდი კრიტიკა მოდის ჰეზბოლას გაგრძელებული თავდასხმების გამო. და ამასაც დაემატა სკანდალი ტრამპთან. ამასთან კონფლიქტი ტრამპსა და ნეთანიაჰუს შორის ლიბანში ომის ფონზე წარმოიშვა. და აქაც არის სიახლეები. აშშ-ის ისრაელისა და ლიბანის ერთობლივი განცხადების მიხედვით, ისრაელმა და ლიბანმა სრულ ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ იმ პირობით, რომ ჰიზბალა შეწყვეტს თავდასხმებს და გაიყვანს თავის მებრძოლებს ლიბანში, ნეთანიას მდინარის სამხრეთი მდებარე რაიონიდან.
მაგრამ დღეს ჰიზბალამ უარყო ყველა შეთავაზებული პირობა მას შემდეგ, რაც შიიტურმა მილიციამ თავდაპირველად სრული ცეცხლის შეწყვეტის მზადყოფთან გამოხატა. ჰიზბალას თანხმობის გარეშე ცეცხლის შეწყვეტა შეიძლება მხოლოდ ქაღალდზე დარჩეს და მებრძოლები პირდაპირ ამბობენ, რომ არ აინტერესებთ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რაიმე შეთანხმებები. ეხლა კი სწორედ ამას აგიხსნით. რატო ვთქვი, რომ ყველაფერი კონტროლიდან გამოდის? პრობლემა დონალდ ტრამპისთვის ისაა, რომ ლიბანში სრული ცეცხლის შეწყვეტა ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა, რომელიც ირანის ოფიციალურ პირებმა წამოაყენეს ტრამპის ადმინისტრაციასთან ომის შეწყვეტის შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებების ფარგლებში. ამიტომ ტრამპმა ტელეფონით საუბარში, რომელიც სავსე იყო უცენზურო სიტყვებით, გააკრიტიკა ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ. დიდონ ტრამპმა ეს უკვე დაადასტურა, ამ თემაზე მაქვს ცალკე გამოშვება YouTube-ზე, ამიტომ გადადით და ნახეთ. ტელეფონური საუბრის შემდეგ ტრამპმა გამოაცხადა ლიბანში ცეცხლის შეწყვეტის ახალი ნაწილობრივი შეთანხმების შესახებ, რომელიც ითვალისწინებდა ისრაელის ვალდებულებას არ დაებომბა ბეირუთი, სანაცვლოდ კი ჰიზბალას მხრიდან ისრაელის საზღვართან მდებარე ქალაქებზე თავდასხმების შეწყვეტას. თავდაპირველად ჰიზბალამ პირობა დადო, რომ დაიცავდა ცეცხლის შეწყვეტას, მაგრამ ბოლო 48 საათში ამ დაჯგუფებამ რამდენიმე დრონით თავდასხმა განახორციელა ისრაელის ტერიტორიაზე მდებარე ობიექტებზე. და აი 4 შაბათს საღამოს ლიბანის პრეზიდენტმა ჯოზეფ აუნმა ამაყად განაცხადა, რომ 24 საათში ახალი ცეცხლის შეწყვეტა ძალაში შევა. თუმცა რამდენიმე საათის შემდეგ ჰიზბალას ლიდერმა ნაიმ ქასემმა უარყო ეს შეთანხმება და მას, ციტირებ, ლიბანის ხალხის ნაწილის განადგურების გეგმან მოიხსენია. ესე იგი, ჰიზბალას მთავრობა მებრძოლმა განაცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტა უნდა მოიცავდეს ისრაელის ჯარების სრულ გაყვანას სამხრეთ ლიბანის მთელი ტერიტორიიდან და დაპირდა, რომ გააგრძელებს თავდასხმებს მანამ, სანამ ისრაელის ჯარები ლიბანის ნაწილს იკავებენ. აქ მნიშვნელოვანია გავიგოთ, რომ თუ ჰიზბალა მართლაც უარყოფს შეთანხმებას და გააგრძელებს რაკეტებისა და უპილოტო აპარატების გაშვებას ჩრდილოეთ ისრაელზე, ეს შეიძლება უბიძგოს ტრამპს მისცეს ნეთანიაჰუს სრული კარტ ბლანში. წვამე შუქი ლიბანში სამხედრო კამპანიის ესკალაციისთვის. მაგრამ მაშინ ეს საბოლოოდ ჩაშლის მოლაპარაკებებს ირანთან. აქვე აღნიშნავ, რომ ისრაელისა და ლიბანის ხელისუფლებებს შორის შეთანხმების ფარგლებში ორივე მხარემ დათანხმდა ეგრეთ წოდებული საპილოტე ზონების შექმნას ლიბანის სამხრეთში. ანუ ცალკეული მონაკვეთები, სადაც ლიბანის შეიარაღებული ძალები, არა ჰიზბალა, არამედ სწორედ რეგულარული არმია უნდა აიღოს ამ ტერიტორიებზე ერთპიროვნული კონტროლი და უზრუნველყოს ჰიზბალას არარსებობა. სანაცვლოდ ისრაელის საჰდოსის არმია გაიყვანს თავის ჯარებს ამავე რაიონიდან. და თუ ეს იმუშავებს საპილოტე ზონებში, ორივე ქვეყანა მზად არის მივიდეს ყოლის მომცველ შეთანხმებამდე მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე. და მაშინ დიდი ალბათობით ისრაელი რეალურად დატოვებს ლიბანს. და ერთობლივ განცხადებაში ისრაელმა და ლიბანმა დაადასტურეს, რომ არ აქვთ მტრული განზრახვები ერთმანეთის მიმართ და იქისრეს ვალდებულება გააგრძელონ პირდაპირ მოლაპარაკებები დობის გასამყარებლად. ყველა გადაუწყვეტელი საკითხის მოსაგვარებლად და ორ ქვეყანას შორის ყოლის მომცველი შეთანხმების მისაღწევად. მაგრამ თითქოს ყველაფერი კარგად და მშვენივრადაა, მაგრამ ჰიზბალამ პირდაპირ განაცხადა: ფეხებზე ვკიდია თქვენი ეს შეთანხმებები. ჩვენ ფაქტობრივად ომისთვის ცხოვრობთ. თუ ომი არ იქნება, ჰიზბალაც აღარ იარსებებს. და ასე გამოდის, რომ ახლო აღმოსავლეთში ომი ისევ კონტროლიდან გამოდის. ირანი ლიბანში ომის დასრულებას ითხოვს, ჰიზბალა ამბობს, დასრულება არ იქნება. შესაბამისად, ისრაელი გააგრძელებს ამ ომს. და ტრამპი აქედან გამომდინარე ვერ შეძლებს ირანთან რაიმე შეთანხმების მიღწევას. ამას ცუქცვანგი ქვია, როცა შენი ნებისმიერი ნაბიჯი საბოლოოდ არაფერს იძლევა გარდა მარცხისა. აქ წერტილებს დავშო. თქვენი აზრი და დასკვნები დაწერეთ კომენტარებში ამ გამოშვების ქვეშ. გამოიწერეთ არხი, დააწკაპონეთ ზარზე და არ დაგავიწყდეთ ლაიქის დაჭერა. თუ გსურთ ამ YouTube არხის მუშაობის მხარდაჭერა, ამას შეძლებთ ფინანსურად ნებისმიერი დონატის საშუალებით. ბმულებზე და რეკვიზიტებზე, რომლებიც მითითებულია ამ ვიდეოს აღწერაში, ან თქვენს ეკრანებზე მოცემული QR კოდის საშუალებით. მადლობელი ვიქნებით თქვენი მხარდაჭერისთვის. და მეგობრებო, შეგახსენებთ, რომ მე მყავს მხოლოდ უკრაინულენოვანი YouTube იურისტი. ამიტომ თუ გსურთ მიიღოთ ინფორმაცია უკრაინულ ენაზე, ამ არხის ბმული მოცემულია ამ ვიდეოს აღწერაში. გადადით და აუცილებლად გამოიწერეთ. ამით დასრულდა ყველაფერი, იზრუნეთ საკუთარ თავზე. ყველას მშვიდობა.